დემნაუფლისწული იყო აღზრდილი და შემდგომში სიძე დიდი ფეოდალის ივანე ორბელისა. ამ ივანეს მეთაურობით მომზადდა გიორგი მესამის წინააღმდეგ შეთქმულება, რომელიც 1167 წელს დიდ აჯანყებაში გადაიზარდა. ასე აღმოჩნდა დემნაუფლისწული დაპირისპირებული საკუთარ ბიძასთან, გიორგი მესამესთან. დემეტრე პირველის მეფობის პერიოდშივე მომხდარა განხეთქილება სამეფო ოჯახში დემეტრესა და მის უფროს ძეს დავითს შორის. კონფლიქტში ჩარეულან დიდებულებიც. მათი ნაწილი დავით უფლისწულს მიემხრო და 1150 წელს მამის წინააღმდეგ გაამხედრეს. დემეტრემ ძლია მეამბოხეებს დასაჯა ისინი, მაგრამ ამით ბრძოლა არ შეწყვეტილა. 1155 წელს მეამბოხეები კვლავ აჯანყდნენ და დავითი გაამეფეს. დემეტრე იძულებული გახდა ბერად აღკვეცილიყო. დავით მეხუთის მეფობა უდღეური გამოდგა. იგი 6 თვის შემდეგ გარდაიცვალა. არსებობს ვარაუდიც, რომ იგი მოკლეს. სამეფო ტახტს ისევ დემეტრე დაუბრუნდა. მან მეფე დაკურთხა თავისი უმცროსი ვაჟი გიორგი. მისი გამეფება სახელმწიფო სამართლის უხეშ დარღვევად იქნა აღქმული. ვინაიდან დავითს ტახტის კანონიერ მემკვიდრეს დარჩა ვაჟი დემეტრე, დემნა. სტეფანოს ორბელიანის თანახმად აღსრულების ჟამს დავითმა მოიხმო კათალიკოსი და დიდდიდნი დიდებულნი, თავისი ძმა გიორგი და თავისი მცირეწლოვანი ყრმა დემნა. მან წინ დაიდო მაცხოვრის ხატი, ცხოველმყოფელი ჯვარი, წმინდა სახარება და თქვა: "ხოი დიდებულნო ქართველნო, თქვენ თავად მხნედიცით თუ როგორ იღვაწა მამაჩემმა თქვენთვის და კვლავ განაახლა ეს სამეფო. და სიკვდილის ჟამს დიდი აღთქმითა და წიგნით მე მიბოძა ეს სამეფო. ხოლო ამჟამად მე მიახლოვებული ვარ აღსასრულს და შენ, ძმაო ჩემო გიორგი, არც წილი და არც სიტყვა არ გეკუთვნის ამ ტახტისათვის. აწ როგორც მამაჩემმა მე მიბოძა საკუთრად სამეფო ტახტი, მსგავსადმე მე ჩემს პირმშოს დემნას ვუწყალობებ მას ყველა თქვენგანის მოწმეობით. ხოლო შენ, გიორგი, ძმაო ჩემო, დადეგ ჩემს გვერდზე და დაეუფლე ქვეყნის ძალთმთავრობას და იყოს შენი ნაწილი მემკვიდრეობისა, რომელიც მამაჩემმა მოგცა, ვიდრე აღიზრდება ჩემი ყრმა." შემდეგ მან მოიხმო ივანე, სუმბატ ორბელიანის ვაჟი, დააფიცა ყრმისათვის ანდერძის აღთქმის დაცვა. ყრმას ხელი შეახო, ივანეს ხელში მისცა, შეევედრა მას და დააფიცა დიდებულნი, რომ არ ემზაკვრათ ყრმისათვის. და როცა ასაკს მიაღწევდა, მეფეთ ეკურთხათ. ყოველივე ეს რა აღასრულა, თვით აღესრულა და დაეფლა მამათა თვისთა თანაგელაც. ივანე ორბელსა და გიორგი მეფეს შორის კიდევ უფრო გამწვავდა ურთიერთობა ივანე ორბელის ოჯახში სიძედ დემნაუფლისწულის შესვლის შემდეგ. ივანეს გარდა გიორგი მესამეს ფეოდალთა დიდი ნაწილი დაუპირისპირდა იმის გამოც, რომ იგი შემოერთებულ და დაპყრობილ ქვეყნებში ქართველ დიდებულებს ხელისუფლებას არ აძლევდა. მეფის წინააღმდეგ უკმაყოფილება გროვდებოდა. ამიტომაც 1167-1178 წლების აჯანყება მართალია ორბელთა ამბოხით დაიწყო, მაგრამ მას ბევრი დიდებული ემხრობოდა. აჯანყებულებმა 30,000-ზე მეტ მებრძოლს მოუყარეს თავი. გიორგის მტკიცედ ედგა გვერდში ყივჩახთა ლაშქრის მეთაური ყუბასარი. მეფემ უსწრაფესად იმოქმედა. პირველმა შეუტია კოჯორში გამაგრებულებს. დაფანტა მოწინააღმდეგენი, შემდგომ დაიკავა სამშვილდე. პირველმავე წარმატებამ აჯანყებულთა რიგებში მერყეობა გამოიწვია. მეფის ჯარმა თანდათან შეავიწროვა მეამბოხეები. ივანემ მთელი სახლეულით თავი შეაფარა მიუდგომელ ლორეს ციხეს. მისმა ძმამ ლიპარიტმა დემნაუფლისწული მისი ხალხით ურთ კაენის ციხეში გაამაგრა. მეამბოხეების რიგებში მერყეობა დაიწყო. ივანეს მხარდამჭერმა დიდებულებმა ფარულად წერილი მისწერეს მას, ურჩევდნენ დამორჩილებოდა გიორგის და გადაეცა მისთვის დემნა. ივანე ორბელმა უარყო მათი მოთხოვნა. საბოლოოდ დემნაუფლისწული საბლით ჩამოეშვა ციხიდან და თავისი ფეხით გამოცხადდა ბიძასთან.
შეწყალების თხოვნით ეახლა მას ივანე ორბელიც. მეფემ თავდაპირველად შეიწყალა ისინი, მაგრამ როცა ყველა ხელთ იგდო, დაარღვია ფიცი და სასტიკად დასაჯა დამნაშავემ. დემნაუფლის წულს თვალები დათხარეს და დაასაჭურისეს, რის შედეგადაც იგი მალევე გარდაიცვალა. დამნაშავეთა დიდი ნაწილი შეაჩვენეს, მათთვის ჩამორთმეული მამულები და თანამდებობანი კი მეფემ თავის ერთგულ თანამებრძოლებს გადასცა. დაგვიწერეთ კომენტარებში, ეკუთვნოდა თუ არა დემნას მეფობა და რამდენად უსამართლოდ მოექცა მას გიორგი მესამე. მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ, რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოზე.